საუბარი უნდა დავიწყოთ ქალბატონ თინა ხიდაშელთან, ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, რომელსაც დღეს 8 მარტის დღის დაწყება, როგორც მინიმუმ თლად გატარება არა, მაგრამ მოუწია სასამართლოში. ეს თქვენი სურვილი იყო, რომ სუსში არ მისულიყავით, თუმცა სუსში გამოკითხვაზე მივიდა ბატონი ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი, რომელიც ცოტა ხან შემოგვიერთდება უკვე და ძირთად ირანზე ვისაუბრებთ, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს როგორ ჩაიარა ამ გამოკითხვამ, რა დასკვნები გამოიტანეთ თქვენთვის, რა უნდა იცოდეს საზოგადოება. ხო, დაკითხვა ძალიან სტანდარტული იყო, ეხლა არაფერი მოგეცალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იყო სტანდარტული კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თითქოსაც არ გაგრძელებულა. უბრალოდ ცოტა გაუგებარი იყო საერთოდ მე რატომ დამიბარეს, გასაგებია არავითარი პრობლემა არ მაქვს. დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ დღეს ჟურნალისტებსაც უთხარი რომ გამოვედი, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი ამოცანის ერთი ნაწილი შესრულებულია, რაც ამ საჯარო სივრცეში ამ თემებზე საუბრით მქონდა, რომ ქვეყნის უსაფრთხო, ჩემი მთავარი ამოცანა და ერთადერთი პრიორიტეტი არის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც სულ უფრო და უფრო მძიმდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენს გარშემო. ჩემი ამოცანა არის, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი იყოს დაცული და ჩემი მთავარი მამოძრავებელი, საერთოდ ყველაფერში, რასაც საჯაროდ ვაკეთებ, ოჯახში გასაგებია, რომ სხვა ინტერესები გაქვს ადამიანს, არის კონსტიტუციის 78 მუხლი, რომ არ დაირღვეს ის წესრიგი, რომელიც კონსტიტუციის 78 მუხლით არის დადგენილი. ანუ ჩვენ ვიყოთ რეალური დემოკრატია, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და გავხდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ოცნებიდან და სურვილიდან რეალობად გვექცეს. ყველაფერი, რაც ამ გზაზე ხელს შეუშლის ჩემი ქვეყნის განვითარებას, რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია საფრთხეთ. ამიტომ, როგორც ქვეყნის მოქალაქე, ვალდებული ვარ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკო. ამიტომ, თუ კი სუსი სინამდვილეში დაინტერესდა ამ საქმით, და თუ რაიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი ინგა გრიგოლიას ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა ამის მიზეზი და მანამდე არ იცოდნენ სად რა ხდებოდა და რა ვითარება იყო, მე ძალიან მადლიერი ვარ და ჩავთვლი, რომ ჩემი ამოცანის პირველი ნაწილი, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს გამოძიება, მაგრამ პირველი ნაწილი რომ დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყო, შესრულებულია და ამაზე მადლობა შემიძლია მათ ვუთხრა. ბოლოში სადამდე მივალთ, ეს უკვე მეორე საკითხია. თან ამას ცინიკურად არ ვამბობ, სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ სინამდვილეში თუ გამოძიებას ჩაატარებენ შეუძლებელია უბრალოდ რომ ვერ აღმოაჩინონ პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზუსტად ესე დაიწყო გერმანიაში გამოძიება საჯარო განცხადებების საფუძველზე და ბოლოს გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებმა იმით დაამთავრეს ეს გამოძიება, რომ ზუსტად იგივე უნივერსიტეტის ფილიალი ოღონდ გერმანიაში აიკრძალა, გამოცხადდა საფრთხის მატარებლად და პრობლემა დასრულდა. ამიტომ ხო ჩვენ გერმანიაში არ ვცხოვრობთ ეს ვიცი, მაგრამ იმედი დავიტოვოთ ამ ისტორიას თავისი სპეციფიკა გააჩნია იმ მხრივ, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის სახელმწიფო ძალიან ფრთხილად, ფაქისად და მკაცრადაც ვიხმარდი ამ სიტყვას, ეკიდება ამ ტიპის მცდელობებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დავარქვათ ამას აგრესიული რბილი ძალის გამოვლინებებისა. მათ შორის ამბობენ, რომ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის ნაწილობრივ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ესეც არისო, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური აზერბაიჯანელების რეკრუტირების საფრთხესთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნიათ, რის გამოც ისინი უფრო ფრთხილად ეკიდებიან მთელს ამ ისტორიას. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეაქციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიცა არა მარტო თქვენს განცხადებებს, თქვენამდე ბატონ გიორგი კანდელაკი იყო, ჩემთანაც მათ შორის გადაცემაში სტუმრად, გუბა სანიკიძე ყავდა დაბარებული, რომელმაც უბრალოდ ახსნა ისტორიული წინაპირობები არსებული კონფლიქტისაც და ის რაც ხდება დღეს. ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც ისაუბრა შესაძლო ვერსიებზე, რამაც ჩვენი სიფრთხილე უნდა განაპირობოს, იმიტომ რომ თავად ირანის დღევანდელი რეჟიმის პირველი პირების განცხადებებიდან ჩანს, რომ მათი პოლიტიკის ნაწილად იქცა და ტაქტიკის ამ ეტაპზე, რომ დააზიანოთ მთლიანად რეგიონში არსებული ის სახელმწიფოები, რომელთაც აქვთ პირველ რიგში სამხედრო თანამშრომლობა და მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან.
ამ ჩამონათვალს შეიძლება საქართველოს ნამდვილად არ იყოს პირველ ხუთეულში ან ათეულში, მაგრამ ის რომ თეორიულად შეიძლება ეს საფრთხე მოიაზრებოდეს, მე მგონი ეროვნულ უსაფრთხოებაზე მოფიქრალი ნებისმიერი ადამიანი არათუ სასურველი, არამედ ვალდებულია, რომ ამაზე ფიქრობდეს. აი თქვენ დღეს გამოკითხეს და საქმე არის აღზრული საბოტაჟისა და უცხო ქვეყანასთან რაღაც ის უცხო ქვეყნის დავალებით საქართველოს საწინააღმდეგო მათ ეჭვი აქვთ თქვენი ამ განცხადებების мотиваციასთან დაკავშირებით, დროში დამთხევასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუმცა ბევრმა არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ თქვენ ამავე დროს თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არა მარტო მიმდინარე ახლა რაღაც სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით მასზე საუბრობთ საფრთხეებზე, არამედ ისაუბრეთ ირანული ფინანსური ნაკადების მოძრაობაზე საქართველოში, ირანული წარმომავლობის ბიზნესების ქსელის განვითარებაზე და ასევე ენერგორესურსების, ასე ვთქვათ, მიმოქცევის ძალიან უცნაურ სქემებს. აი ამასთან დაკავშირებით ცოტა უფრო მეტი რომ უთხრათ ფორმულას მაყურებელს. ხო, საფრთხები ძალიან ბევრნაირია დღეს ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ რა ვიცი, ძალიან გრძელი სია შეგვიძლია, მენიუ შეგვიძლია გავაკეთოთ სამწუხაროდ. ჩემი მთავარი სადარდელიც ეს არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე პრობლემა არ შეექმნას. მათ შორის იმიტომაც, რომ ერთი წამით ირანი როგორზე გადავდოთ, მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენ მორღვეული გვაქვს ის ფარი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას მეტნაკლებად უფრო მტკიცეს ხდიდა. და ეს იყო ჩვენი პარტნიორობა დასავლეთის ქვეყნებთან, სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შემდეგ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ნატოს წევრ ქვეყნებთან და თავად ნატოსთან როგორც ორგანიზაციასთან. ჩვენ მუდმივად გვქონდა კონცეპტუალურად, რა ვიცი, ყველა მათ შორის საჯარო დოკუმენტებში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია იქნებოდა ეს თუ სხვა, რომლებიც ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ როდესაც გვქონდა, იქ ყველგან ნახავდით, ამოიკითხავდით იდეას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრობლემის არსებობის პირობებში იყო შეკავების უზრუნველყოფა, მანამ სანამ დახმარება მოვიდოდა, ხომ? და ეს დახმარება, აი ეს თავდაცვის ზღუდე მორღვეული გვაქვს ჩვენ დღეს, ჩვენივე ნებით, ანუ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებით, რომელმაც ბოლოს იქამდე მიგვიყვანა, რომ აგერ უკვე წელიწადზე მეტია სტრატეგიული პარტნიორობა გაყინული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საერთოდ აღარავინ არ ლაპარაკობს საქართველოში ნატოზე, რაღაცნაირად მოდაში აღარ არის, ნატოს ხსენებაც კი აღარ არის ქვეყანაში და ევროკავშირზე თუ არ ევროკავშირის ხსენება თუ არის, მეგობრებია, სახელმწიფო წრეებს გულისხმობ, მაშინ არის ეს მხოლოდ გინების და ლანძღვის კონტექსტში, ხო? ამიტომ ეს პრობლემები არის უზარმაზარი. ეხლა ამას როდესაც ერთვის ის, რომ ქალაქის მთავარ გავზირზე 2026 წლის მარტში აქციას გიმართავენ, სადაც პირდაპირ ხმამაღლა ისმის შეძახილები, რომ გვიბრძანე ხამენეი და შეძანებას შევასრულებთ როგორც იყო. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ჩვეულებრივ ქართველებს, აი საკუთარ სამზარეულოში ხედან და ტელევიზორს იქ უყურებენ, არ გაუჩნდეთ ღელვა, არ ქონდეთ მინიმუმ ღელვა, მაგრამ უფრო მეტ შემთხვევებში არ გაუჩნდეთ საფრთხის განცდა, რომ რაღაცა ხომ არ ხდება ისეთი ჩვენთან, რამაც შეიძლება დაგვაპირისპიროს მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან. ამაზე კითხვებს თუ დასვავ, ეს ნიშნავს სინამდვილეში, რომ ხარ პასუხისმგებლობიანი მოქალაქე და არა იმას, რომ ან ვიღაცამ დაგავალა, თუ ამაზე კითხვები არ გიჩნდება და თუ ეს არ გაწუხებს, ამას საერთოდ არ ვიცი რა ქვია. ყველა ამ ქვეყანაში დღეს უნდა იყოს შეწუხებული იმით, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჭავჭავაძის გამზირზე 2026 წლის მარტში ესეთი რამე შესაძლებელი გახდა. ერთი წინადადება მინდა ვთქვა თავად ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საშინელი დეზინფორმაციის მიაღვარი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო არხებს და რაღაცა კარდები დაამზადეს, რომელსაც ახლა ატარებენ კედლიდან კედელზე და მიდის რაღაცა სრულიად მათ შორის ერთ-ერთი ბრალდება უკავშირდება ქართული ოცნების დელეგაციის შეერთებულ შტატებში ყოფნას, რომ მთელი ეს კამპანია აქ იმიტომ ამოიქოქა და მათ შორის ვაშინგტონშიც პუბლიკაციების ნაწილში, რომ იმ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას, რასაც დელეგაციების ვაშინგტონში ჩასვლა, რომ თურმე ისტორიული მოვლენაა. ეს უკვე როგორი სასაცილოა, ხვდებით, აი ფრაზა უკვე როგორი სასაცილოა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვაშინგტონში ჩავიდნენ და ეს არის ისტორიული მოვლენა. მაშინ, როდესაც იყო წელი, როდესაც 18 ჯერ ვიყავი ვაშინგტონში ერთი წლის განმავლობაში. 18 ჯერ.
18 ჯერ ვიყავი 12 თვის განმავლობაში და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. არა, როგორც პარლამენტზე ვლაპარაკობთ ახლა. და ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, იმდენად ინტენსიური იყო ჩვენი ურთიერთობები და იმდენი კარგი საქმე კეთდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მუშაობა დაიწყო ჯანდაცვის პროგრამაზე, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, ახალი კონტურები ჩნდებოდა სამხედრო თავდაცვის უსაფრთხოების სეგმენტში თანამშრომლობის და მოკლედ უამრავი თემა იყო და რაღაცნაირად იმდენად ხშირი იყო მიმოსვლა, რომ მართლა პირდაპირ რეისის დანიშნვაზე მიდიოდა უკვე საუბარი თითქმის. რა თქმა უნდა და ამან მიგვიყვანა საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ კარგ ამბავთან, რომელიც შემდეგ იმ წლებში 14-ში, 15-ში, 16-ში ხდებოდა არა მარტო ევროკავშირთან, რაც უფრო კარგად არის ცნობილი, არამედ მათ შორის ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მაგრამ ეს თემა ხო და უბრალოდ განმარტება მინდა იმათვის გავაკეთო, ვისაც შეიძლება ეს კითხვა აქვს გულწრფელად და არა რა თქმა უნდა იმათვის, ვის შეგნებულად ყოლს ავრცელებს, ხომ? ინგასთან ეთერში მე საუბრობდი იმაზე, რომ ეს არის უნივერსიტეტი, ამას ხაზს უსვავ, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, კანადის მიერ, გერმანიის მთავრობის მიერ აღიარებული, დასანქცირებული, შავსიაში შეყვანილი, რა ვიცი, რა სიტყვების გნებავთ, ყველა გამოვიყენოთ, რეკრუტირების და ასე შემდეგ, ინდოქტრინაციის და ასე შემდეგ ტერორიზმთან კავშირში. ამიტომ დიახ, თუ ამას მარტივად ვიტყვით, რომ ეს არის ორგანიზაცია, სადაც ტერორიზმისთვის, ტერორისტთან კავშირში ხდება სწავლება და მომზადება, ეს არის სწორი ფრაზა საჯარო სივრცეში გამოსაყენებლად. ჩვენ ხო კანონებით არ ვლაპარაკობთ საჯარო სივრცეში. ამასობაში მე ვსაუბრობდი უნივერსიტეტზე და ამას ეხლაც ვადასტურებ. მაგრამ ის რაც არის საქართველოში, ის არ არის უნივერსიტეტი. იმავე გადაცემაში მე ვთქვი, რომ საბედნიეროდ მას ჯერ აკრედიტაცია არ აქვს, ის არ ვიცით მიუმართავს თუ არა, მოკლედ მას აკრედიტაცია არ აქვს და ეს არ არის უნივერსიტეტი. ეს არის რაღაცა წარმონაქმნი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში, სადაც ასეთები არსებობენ და გერმანია არის ამის კარგი მაგალითი, სადაც ასევე არ ქონა მას საუნივერსიტეტო სტატუსი. ისინი ითვლებიან ფილიალებად, იმიტომ რომ სახელი აქვს იგივე, ყველაფერი არის იდენტური და საქართველოში არსებობს დასაბუთებული ფოტომასალა არსებობს, ვიდეო მასალა არსებობს. ეს საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია სტუმრობების უნივერსიტეტის, ანუ ირანში რომ არსებობს იმისი, უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტების აი ამ ქართულ წარმონაქმნში კლასის დამთავრების დროს ანგარიშს რომ აბარებენ, აი ბოლო 2 წლის განმავლობაში რა მოხდაო, რა გავაკეთეთო და სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც იქნება. ამას არც თვითონ არ უარყოფენ და რამცირებულები ჭირდება. ხო, არა, დღეს კითხების ჩემთან ყოველთვის დასმული კითხების უმრავლესობა ამაზე იყო და ამიტომ ეს თუ არ გვესმის, შეიძლება წავიკითხოთ, გავიგოთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი ჩვენ არ ვიცით, საიდუმლო. ჩვენ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას ვეცნობით. კითხვა არ გვეზარება. ამიტომ უფრო მეტი ვიცით შეიძლება, ვიდრე იმათ, ვისაც კითხვა ეზარება და მზად არის გადაყლაპოს, რასაც სახელმწიფო პროპაგანდა მისცემს. არსებობს მათ შორის გარდა აი ამ ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტმა როდესაც დაასანქცირა ამ ტექსტის გარდა არსებობს კიდევ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ NDA-ში, რომელსაც ყოველ წელს ველოდებით ხოლმე ქართველები რომ თავდაცვაზე და უსაფრთხოებაში დახმარება მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ, ჩანაწერი გასული წლის, სადაც გაცილებით უფრო მძიმეა ტექსტი, ვიდრე როცა დასანქცირდა მაშინ წლების წინ კომერციის დეპარტამენტის დოკუმენტში. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებისთვისაც ყველა სიტყვას აქვს ფასი, ყველა სიტყვა არის მნიშვნელოვანი და არასოდეს არც ერთი სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ პირადად, არ არის არც ერთი სიტყვა არ ითქმის ჩემგან, თუ ის არ არის დოკუმენტებით გამყარებული. მე არ ვიცნობ ამ უნივერსიტეტის ქართული წარმონაქმნის კურიკულას. მე არ ვიცი ლექციაზე რო შედან რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ვიცი წარმომავლობა ამ ორგანიზაციის და ეს წარმომავლობა არის ტერორიზმთან დაკავშირებული. ეხლა ჩემი განცხადების გარეშე დღემდე 1000-ჯერ რომ უნდა გქონდეს უშიშროების სამსახურებს ეს მოკლული და მე არ უნდა მეუბნეოდეს დაკითხვის დროს ან საჯარო განცხადებაში რატო ჩემთან არ მოხდი და არ მითხარიო, მე მგონი ეს ცნობილი ამბავია და ნათელია, ხო 2007 წლიდან მოყოლებული საჯარო სივრცეში მუდმივად ჩდება ეს მასალა, ხან ვიდეო მასალა, ხან ფოტო მასალა, ეს ადამიანები ჩამოდიან საქართველოში და ბოლოში სად მოვედით ისევ დაუბრუნდები იმას წეღან რაც თქვით რომ აგერ ჭავჭავაძის გამზირზე ჩვენ მივიღეთ ხომეინის გამოფენა, ფოტო გამოფენა აი ამ შეძახილებით. კიდევ ერთი დეტალია საინტერესო, რა თქმა უნდა, ეგ ჭავჭავაძის გამზირზე ნამდვილად არის, მაგრამ იცით ხო იცით ვიზუალური ესეთი ამბები არის. კიდევ ხდება ეგ ყველაფერი, ანუ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. რაც კიდევ დამატებით ნეგატიური საყურადღებო ფაქტორია. თინა მინდა მოვასწროთ აუცილებლად საუბარი
რასაც ჩემ კითხვის პირველი ნაწილი შეეხებოდა და უკავშირდება ირანული ბიზნესის აქტივობა საქართველოში. მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ირანელ ბიზნესმენს, რომელიც საქართველოში საქმიანობს და ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, პატიოსნად უძღვებიან თავიანთ ბიზნესს, პატარა ბიზნესები არიან ამ შემთხვევაში. ზოგადად ჩემის და დარწმუნებულობისა შეხება აქვს საქართველოში მცხოვრებ ირანელებთან. გამორჩეულად პატიოსანი, გამორჩეულად ღირსეული და განათლებული ადამიანები არიან. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ რაღაცა ტიპის საყურადღებო ტენდენციაზე, რომელიც უკავშირდება მათ შორის ენერგორესურსების გადატვირთვის სქემებს. ეს არის ზუსტად პრობლემა. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ საერთო შემადგენლობაში, მაგალითად ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ირანულ ნავთობის ჯერჯერობით არ აქვს სიმხელწირო, რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და არ აქვს სიმღერა წირი, რომ დღევანდელმა კრიზისმა თქვა საქართველოზე რაღაცა დიდი გავლენა მოახდინოს ამ თვალსაჩინო და უცებ ქვეყანა ამ რესურსის გარეშე დარჩეს. ესე არ არის. ამ მხრივ ჩვენ მთლიანად რუსულ ნავთობზე. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეს სიმართლეა, მაგრამ ეხლა ამაზე არ ვსაუბრობთ. ეს თავისთავად კიდევ ერთხელ არ არის დიდი, მაგრამ სადაც არის ყურადღება მისაქცევი, გახლავთ ტენდენცია. აი ვთქვათ 10 წლის წინ როგორ იყო, 5 წლის წინ, 3 წლის წინ და დღეს რა მდგომარეობა და ზრდა არის ძალიან დიდი, ფუნდამენტურად დიდი, მრავალჯერადად გაზრდილია. ანუ რაღაცა თუ იყო 1 და ის 10ჯერად რო გაიზარდოს, მაინც 10 იქნება და 100 ვერ გახდება, მაგრამ თუ ამ ტენდენციით გაზრდა მოხდება, რა თქმა უნდა, მე ეს დამოკიდებულების ხარისხით შესაბამისად გაიზრდება, ხო? ეხლა თავარი ყურადღება მისაქცევი აქაც იმ რაღაცა წარმონაქმნის არ იყოს გარდაბანშტამარნეულში რო არის ის რომ ისევ და ისევ იგივე თემას დაუბრუნდები უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ გაერთიანებულების ორგანიზაციას, ირანი ყავს დასანქცირებული ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ მიმართულებებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და პრეზიდენტ ტრამპის ამაზე უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული, ეს არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები. და პრეზიდენტ ტრამპის განცხადება არსებობს, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაეხმარება ირანს აი ამ სანქცირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში იქნება ამერიკისთვის აღარ იქნება უბრალოდ სასურველი პარტნიორობად სასურველი ქვეყანა. ეს განცხადება ძალიან მკაფიო იყო. კი, რამდენჯერმე გაკეთდა ეს განცხადება და სხვათა შორის გაცილებით ადრე ვიდრე ეს საომარი მოქმედებები დაიწყებოდა. ეს პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალევე. ისევე როგორც მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში. ჩვენ გამოვიკვლიეთ საქართველოს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან თვალშისაცემი არის ქუჩაში ირანული ნომრებით მოძრავი ნავთობგადამზიდი მანქანები. ძალიან თვალშისაცემია. ეს ვერავის ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. ისევ და ისევ ჩემი ამოცანა არის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩემი ამოცანა არის ყოველჯერზე წითელი ავანთო, ხმამაღლა ვიყვირო, თუ კი დავინახავთ სადმე ტენდენციას, რომ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. რომ იქნებ ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს, სანამ პრობლემა იმ ფუნდამენტური ხასიათის გახდება, საიდანაც უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ, ხო? მე დღეს მხოლოდ ეს შემიძლია, იმიტომ რომ დღეს მე ვარ იგითი მოქალაქე. როდესაც ძალიან თვალშისაცემი ხდება რაღაც და ზუსტად ისევე როგორც ამ ჭავჭავაძის განძერს არ გადავეკიდე, უბრალოდ ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, ეს ბოლოა, თორე უამრავი ასეთი მსვლელობა და მანიფესტაცია ჩატარდა, ხო, ბოლო პერიოდში, ისევ იმავე სულიერი ლიდერის ფოტოებით და იმავე განცხადებებით და იმავე შეძახილ ყვირილებით, ხო? და ასევე არის ეს ნავთობის გადამზიდი მანქანების სიმრავლე საქართველოს ტრასებზე და ტერიტორიაზე. უამრავი ფოტო გვაქვს ჩვენს გადაღებული ამ მანქანების. მოკლედ, როგორც კი ეს კითხვები გაჩნდა, ჩვენ ამოცანა დავისახეთ, რომ გამოგვეკლია სინამდვილეში რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, რა დოზით, რა რაოდენობით შემოძია, ვინ არიან საერთოდ ეს კომპანიები, რომლებსაც შემოგვდა ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ 72 კომპანია, რომელიც არის ჩართული ირანთან ნავთობპროდუქტებით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში, მათი ნაწილის დაფუძნებლები არიან ირანის მოქალაქეები, ნაწილი მხოლოდ ქართველების მიერ არის დაფუძნებული და ირანის მოქალაქეების ნაწილი მათგან არიან იგივე ადამიანები, რომლებიც პარტნიორობენ იმ კომპანიებში, უკვე ირანში, რომლებიც დასანქცირებული ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამასობაში ირანულ ვებგვერდებზე არის უამრავი განცხადება, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია ნახოს, საბედნიეროდ Google Translate იძლევა იმის საშუალებას, რომ რაინაზეც არ უნდა იყოს შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა ენაზე წაიკითხოთ, სადაც პირდაპირ არის ესეთი სარეკლამო განცხადებები ირანულ ვებგვერდებზე, გინდათ სანქციებს აარიდოთ თავი და უფრო მეტიც უტარიფოთ ივაჭროთ ევროპაში მაგალითად. გაიტანეთ თქვენი საქონელი ასე იწყება. დააფუძნეთ საქართველოში კომპანია, გაიყოტანეთ საქონელი, გადაფუთეთ საქართველოში, დააკარით ზედ რომ წარმოებულია საქართველოში
პირდაპირ ასია განცხადებები. აი პირდაპირ ესეთი განცხადებები არის სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოების და კომპანიების, რომლებიც ეხმარებიან მათ აქ ბიზნესების დაფუძნებაში და ასე. არსებობს სტატისტიკის დეპარტამენტის კიდევ ერთხელ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო ინფორმაცია. დინამიკა ძალიან მზარდია და სადაც ეს დინამიკა პირდაპირ სახელმწიფო დაწესებულების, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის დოკუმენტებში, იმიტომ რომ ეს რიცხვებია, ეს ხო არავინ არ იგონებს ამას. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე შეგიძლიათ შეგრძანდეთ რეესტრში და ამოიღოთ უბრალოდ ქვეყანა მიუთითოთ და ამოიღოთ ეს რეესტრი. ძალიან მარტივია, ხო? მზარდი კომპანიების რაოდენობა, მზარდი ნავთობი წარმოებულია საქართველოში. ბოლოს რა გამოქვეყნდა 300 ჯერ გაიზარდა 3000 ჯერო თუ რაღაცა. ძალიან ბევრჯერ რა ვიცი, სად ამოხეთქა ნავთობმა საქართველოში, ხო? გასაგებია რომ სხვა ნავთობ, აქ ძირითადად ქონდა რუსულ ნავთობზე იყო მე საუბარი, მაგრამ არ არის ექსკლუზივი. მოკლედ, პრობლემა გვაქვს, პრობლემა არ არის იმხელა და იმ მასშტაბის რომ ჩამოვიშალოთ, ეხლა მთავარია ვიღაცამ ამას ყურადღება მიაქციოს და დარეგულირდეს. და ძალიან მარტივად ჯერჯერობით იქ ვართ, სადაც ეს მარტივად შეიძლება მოგვარდეს. მაგრამ თუ არ ამას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს და მხოლოდ რა ვიცი, ტროტუარზე მდგომების დაპატიმრება იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ამოცანა. ან იმ ადამიანებისათვის სასაუბრო ღრუს ამოქოლვა, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს რეალურად ხდება და ყურადღება მიუწევთ. დიდი მადლობა თინა, ერთადერთ ფაქტორს დავამატებდი მე უბრალოდ დასასრულს, რომ ნავთობი და ზოგადად ენერგორესურსები ირანში არის ზუსტად ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ხელიფთლიანად აქვს დადებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიას და ეს არის ხო მათ გარეშე მსგავს ამ სფეროში ყოველ შემთხვევაში არაფერი არ კეთდება. ეს არის მათი ძირითადი შემოსავლის წყაროც და ეს არის საიდანაც შემდეგ უკვე ფინანსდება ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის საგარეო ოპერაციებიც, რის გამოც არის რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასე მკაცრად და მკაფიოდ აყალიბებს პოლიტიკას ამ ტიპის სანქციებიდან თავის არიდების ოცნებასთან ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობების დაულაგებლობა და ასე შემდეგ მიასე და მიათასე ხარისხოვანი იმასთან შედარებით რა ზიანი შეიძლება ქვეყანამ მიიღოს. ამიტომ ამბობ სწორედ რომ ჩვენ თუ რჩებით 78 მუხლის ერთ გული და სადმე სხვაგან არ მივდივართ, მაშინ ეს საკითხები ითხოვს სწრაფად და დაუყოვნებლივ მიხედვას. თუ ხელისუფლება კიდევ ერთხელ როგორც 28 ნოემბერს გითხრეს რომ ევროკავშირთან ვაჩერებთ მოლაპარაკებებსო, ეხლა მორიგჯერზე გვეტყვის რომ არა 78 მუხლს საერთოდ ვიღებ კონსტიტუციიდან და სხვაგან მივდივარ, ხო, გასაგებია მაშინ ყველაფერი დალაგდება, ხო? ამიტომ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. სწორება უნდა გქონდეს ამაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის საქართველოს დასავლურ რადარზე დარჩენას, დასავლურ ფრონტზე ყოფნას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ყველაფერი არის საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მადლობა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა.